გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღუაშვილი ვარ. კავშირები ბაჩუ ახალაიასთან ბურჭულაძე ზოდელავა კითხვებს გაექცნენ. ლიდერი საქართველოს ქვეყნის პროგრესი მორიგ საერთაშორისო ანგარიშში აისახა. ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული თექბირისტების ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით და სამომავლო ტერორისტულ მიზნებისთვის ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ. საქმეში არსებული ინფორმაციით ხსენებული დაჯგუფებების წევრები გეგმავდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა, დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას. დღეს დილით გამთენისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. გამოძიება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 226 და 322 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლწაწინააღმდეგო შეძენა შენახვას უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაულით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა ყურადღებისთვის. უსმენდით სუსის უფროსის პირველ მოადგილეს ლაშა მაღრაძეს. ხელისუფლების დამხობის მცდელობის ორგანიზატორების შეხვედრებს ბაჩუ ახალაიასთან ადასტურებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც სასამართლოში გამოიკითხება. ბაჩუ ახალაიასთან კავშირებზე კითხვები დაისვა პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას დაკითხვის დროსაც. ორივე ბრალდებული პასუხებს გაექცა. დეტალებს ნინო არღვლიანი მოგვიყვება. გქონდათ თუ არა კავშირი ბაჩუ ახალაიასთან? ამ კითხვაზე პაატა ბურჭულაძემ სასამართლოში გამოძიებას არ უპასუხა არგუმენტით, რომ მისი ჩვენება შესაძლოა მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. რაც შეეხება რევოლუციის მცდელობის მეორე ავტორს მურთაზ ზოდელავას, იგივე კითხვაზე ზოდელავამ გამოძიებას უთხრა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს. დაკავებულების საეჭვო დუმილს კი თამარ ჩერგოლეიშვილის გიგა ბოკერიას ცოლის განცხადება კიდევ უფრო სკანდალურს ხდის, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები სწორედ ბაჩუ ახალაიას სახლში იგეგმებოდა. გამოძიება დღეს თამარ ჩერგოლეიშვილს სასამართლოში გამოკითხავს, მანამდე კი ჩვენ ვისმენთ პოლიტიკურ შეფასებებს. მართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ბაჩუ ახალაიას პოლიტიკური წარსული და ასევე აწმყოში მის მიერ გაკეთებული განცხადებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი პროცესების ავანგარდში სწორედ ახალაია იდგა. მურთაზ ზოდელავამ რა უპასუხა გამოკითხვაზე, როდესაც დაისვა კითხვა ქონდა თუ არა კომუნიკაცია ბაჩუ ახალაიასთან? არ მინდა რომ მაგ საკითხს მივუბრუნდეთ. ორი დღის წინამდე რაღაცას ეს შეიძლება დაუსრულებლად აი ამას უთხოვდეთ დროს.
კომუნიკაცია ქონდა თუ არა ბაჩუ ახალაიას პაატა ბურჭულაძესთან. რა უპასუხა გამოკითხვის დროს პატიმარმა? მაგკითხოს რო გიპასუხო შენ, მაგკითხოს პასუხს დაამონტაჟებ. დარწმუნებული ვარო არაფერი ხარ რაღაც რთული საფასურო ბატონ პატასთვის ეს კითხვა არ იქნება წლების მანძილზე რომ პროპაგანდა მიმდინარეობს შემოში მათ ბუად წარმოაჩენენ ხოლმე და ამ ადამიანებს აწევენ რომ ყველა პოლიტიკური პროცესი საქართველოში ის რომ ბაჩუ ახალაია და მისი თამაყი მეუღლე მონაწილეობდნენ ამ პროცესებში არავის ეჭვი არ გვეპარება მათ შორის მათი საჯარო სოციალურ ქსელებში აქტივობა ამ ყველაფერს ადასტურებს თუმცა არა მხოლოდ აქციებამდეც ჩვენ ხედავდით რომ პაატა ბურჭულაძე არ უარყოფდა რომ რჩევებს და დარიგებებს იღებდა ბაჩუ ახალაიასგან და რომ იკრიბებოდნენ პერიოდულად და ამ ყველაფერს განიხილავდნენ. თუმცა ბაჩუ ახალაიას მონაწილეობა იყო თუ არა კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო მოქმედების დაგეგმვაში თუ მისი ბრალეულობა დამტკიცდება, ეს რა თქმა უნდა სამართალდამცავების პრეროგატივა არის. პასუხზე თავის შეკავება იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვია სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად ხოში ჩაგდების საქმეში ცალკეული პირების მონაწილეობა, ცხადია რომ ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს საზოგადოებაში. არსებული ეჭვები იმის შესახებ, რომ რა თქმა უნდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად მზადდებოდა, იძენდნენ იარაღს, ხდებოდა ცალკეული ჯგუფების სწავლება, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და მათ შორის კი არა და პირდაპირ ევრო თანხების გამოყენებით. ეს ყველაფერი სულ უფრო მეტად დასტურდება და სულ უფრო მეტად ღიადად სასახახდება საზოგადოებისთვის იმ გამონათქვამი იმ ტექსტებით, იმ ინტერვიუებით, რასაც რადიკალების საკუთარი წარმომადგენლები იძლევიან. ამ შემთხვევაში ჩერგოლეიშვილი არის არა ერთადერთი, თუმცა საკმაოდ მკაფიო ამის დასტური, როდესაც ის კონკრეტული ტელევიზიის ეთერში ღიად აცხადებს, რომ ხდებოდა თავშეყრა იმისთვის, რომ მოემზადებინათ ნიადაგი დაეგეგმათ თუ როგორ უნდა დაეღუპათ დაექციათ ჩვენი ქვეყანა. ბაჩუ ახალაიასგან არაფერი გასაკვირი არ არის მისი უბინძურესი და უბოროტესი წარსულიდან გამომდინარე იმ ჩანაწერში რაც ჩვენ მოვისმინეთ ადამიანების გაწირვა ასე შემდეგ ხა რა თქმა უნდა ბაჩუ ახალაიას პირადი თვისებებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი ზუსტად მის პიროვნებაში ჯდება თუმცა რა თქმა უნდა მაინც ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. რევოლუციის ავტორებთან გამიჯვნა თავად ბაჩუ ახალაიამაც სცადა, თუმცა როგორც ჩანს ახალაიას სახლიდან ამბები ჟონავს. თამარ ჩერგოლეიშვილი ერთადერთი არაა, ვინც ამბობს, რომ რადიკალური პროცესები, ძალადობრივი აქცია სწორედ მის სახლში დაიგეგმა. ეს ნინო არღულიანი იყო. ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მე-9 დღეა დუმს ბრიუსელი ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება შალვა პაპუაშვილი წერს, რომ სანამ ბრიუსელი არ გაემიჯნება პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად. მანამ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად. ამ დრომდე ველოდებით პასუხს ევროკავშირის საელჩოდან აფინანსებს თუ არა ევროკავშირის სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებს. 20-23 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება შეხვედრების სპიკერები კი არიან მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ახობაძე, ნინო დოლიძე, შოთა დიღმელაშვილი და ანა ფოტიგა. კეთდება პოლიტიკური შეფასებები პირდაპირ ეთერში ანუკი ჩხიკვაძე გვიერთდება. გარე პატრონების დავალებების მისაღებად სტრასბურგში ჩასული რადიკალური ჯგუფების შეხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს ქართული ოპოზიციისთვის. მეტიც ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის არც ის არის პრობლემა თუ კონკრეტული ევრობიუროკრატები საქართველოში ხელოვნურად ვითარების დაძაბვას და საპროტესტო მუხტის გაზრდას ეცდებიან. მართველი გუნდისთვის სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრების სახელწოდება შენება ხიდები ევროპასთან ცინიკურია იმ ფონზე, როცა ამ ღონისძიების მოდერატორები და სპიკერები ისეთი ადამიანები არიან, რომელთა საქმიანობასაც ძირითად შემთხვევაში ზიზღის წახალისება და ურთიერთობების განადგურება წარმოადგენს. პროტესტს აძლევს თუ რას აკეთებს ეს ღონისძიება, ანუ ერთ-ერთი ნებისმიერი ტიპის კონტაქტი, რაც არსებობს დასავლეთსა და საქართველოს შორის, უნდა შენარჩუნდეს საზოგადოების დონეზე. ერთადერთი სივრცე, სადაც დარჩენილი არის რეალური ოპოზიცია, არის მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაც, არის საპროტესტო სივრცე. ამიტომაც ეს ყველაფერი არის ივანიშვილის დამსახურება და არა ან ევროპელი ბიუროკრატების, ან პოლიტიკოსების. როგორც ეთყობა, შულავერის კომიტეტის გასვლითი სხდომა ეწყობა სტრასბურგში.
ამ ყველაფერს სამწუხაროდ როგორც ჩანს აფინანსებს ევროკავშირი და აქტიურად იღებს მასში მონაწილეობას და ეს ადამიანები, ვინც იქ საქართველოსდან იქნებიან წარგზავნილი, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის სრულიად გაუგებარის და ამავდროულად ის ჩართულობა, რაც გააჩნია ევროკავშირის ამ საქმეში, ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფუჭი აღმოჩნდა 5 მცდელობა ბოლო 4 წელიწადში რევოლუციის მოწყობის. მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ ყველას აუცილებლად პასუხი გაეცემა და ეს ყველამ კარგად იცის ძალადობისთვის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის, არ ისვენებენ ჩვენი ქვეყნისადმი ტრულად განწყობილი ძალები ხალხზე, სახელმწიფოზე მოახდინონ ძალადობა, ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, დააბრუნონ აგენტურა. იდეა, როსაც ისინი ხმამაღლა აცხადებენ, ხიდების მშენებლობაა საზოგადოების შიგნით. და დასახელებულია ისეთი გვარები, რომლებიც მთელი თავისი უახლესი პოლიტიკური ისტორიის მანძილზე ხიდების გრევითა და სიძულვილის ენის გაღვივებით იყვნენ დაკავებულები. ანუ არავითარი ხიდების მშენებლობაზე იქ საუბარი არ იქნება. ეს არის დესტრუქციული ელემენტების დაყრილობა, რომლებიც დაიწყებენ ახალი დესტრუქციული საქმიანობისათვის მსჯელობას საქართველოში და შეიძლება სხვა ქვეყნებში. ყველაფერი დაუფინანსებიათ და ყველაფრისთვის ხარი დაუჭერიათ თუ რაიმე დესტრუქციული მოხდა საქართველოში და ეხლა ეს დესტრუქციული დაყრილობა თუ დააფინანსეს, რა გასაკვირი იქნება. კონკრეტული ევრობიუროკრატები სტრასბურგში საქართველოს რადიკალებს ხვდებიან, ანუ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში მუდმივად ზიზღის კამპანიასა და ძალადობას ახალისებენ. ამ ფონზე კი ჩნდება კითხვა არის თუ არა ამ შეხვედრის მთავარი დამფინანსებელი ევროკავშირი, რაზეც პასუხი ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ამ დრომდე არ მიგვიღია. ეთერში ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა. ხელისუფლების დამხობა ჯერ დაანონსეს, შემდეგ სცადეს, ახლა კი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაქცევას და დაკავებულების გათავისუფლებას ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით ცდილობენ. მართველი გუნდი ოპოზიციის მცდელობებს სამარცხვინოს უწოდებს. რეჟიმს აქვს არჩეული ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა. მის რეპრესიებს ყოველთვის ყავს ოპერის სოფლის მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი მომღერალიც, მსახიობებიც, პოეტებიც. მათ რო შეეკითხო, ისინი თითქოს გამოსულები იყვნენ სამშობლოს დასაცავად, ესე ბჭყალებში რო ვთქვათ და გადასარჩენად, რომ ჩვენ რაღაცა ჩელაბინსკში არ გავიღვიძოთ, ესეთ ბრძოლაში, როდესაც არიან შესულები თავისი გადმოსახედიდან, ხო? ამ შემთხვევაში შემდეგ უკვე აპელირება იმაზე, რომ ვიღაცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ვიღაცას ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს ხელს და ასე შემდეგ. ნუ ეხლა ეს რა თქმა უნდა არის სამარცხვინო და შესაბამისად ეხლა ამ სამარცხვინო თეატრში იმყოფება რადიკალური ოპოზიციის ეს ყველაზე უფრო რადიკალური ფრთა. ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პროფესია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონი არის ყველასთვის კანონი, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას ან ადამიანის კონკრეტულ პროფესიას, რა თქმა უნდა კანონი ყველასთვის არის თანასწორი. ალბათ ყველას თვალწინ გვიდგას, როგორ ომახიანად გვემუქრებოდნენ და გადატრიალებას გვიანონსებდნენ, მათ შორის პრეზიდენტის სასახლისკენაც როგორ თამამად მიემართებოდნენ ადამიანები, ვინც ახლა აღმოჩნდა, რომ ზოგი შეუძლოდ არის, ზოგი ავად არის, ზოგი ხანდაზმულია, ზოგ სხვადასხვა პროფესიის თუ ოჯახური სტატუსის მატარებელი არის და თურმე ამის გამო მათი ეს დანაშაულები და ის განზრახვა, რომელიც მათ საბედნიეროდ ვერ შეასრულეს, თუმცა მოქმედებდნენ მის აღსასრულებლად უნდა ვაპატიოთ. ვერავისთვის ვერ გახდება ინდულგენცია ის ფაქტი, რომ ვიღაც კარგად წერს, ან კარგი კრეატიული დირექტორია, ან ვიღაცას გარკვეული ასაკი არ უწყობდა ხელს, რომ რევოლუცია მოეხდინა. პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ელჩს შეხვდა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტის მისალოცი წერილი გადასცა. პრემიერ-მინისტრმა კი ელჩს ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამჭვირვალობის ინდექსს ჩანდლერის ინსტიტუტი აქვეყნებს. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის შენგენის ზონის და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი. მსოფლიოს საუკეთესო 12-ულში კი შედიან შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და საქართველო. გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ამერიკული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის თემატურ კვლევებს. ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში წელს მესამე კვლევაა, სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციებს იკავებს. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ კვლევა ეყრდნობა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, ისეთ მნიშვნელოვან წყაროებს, როგორიცაა Trace International-ის მექტამების რისკის მატრიცა, სადაც გამჭვირვალობის ასპექტები იყო კარგად გაანალიზებული ისეთი მიმართულებით, როგორიცაა გამჭვირვალობა სახელმწიფო შესყიდვებში, გამჭვირვალობა პოლიტიკის შემუშავებაში, მთავრობის მონაცემები, გამოქვეყნებული კანონები და აგრეთვე ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომელსაც აწარმოებს საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა, ამერიკული ორგანიზაცია. ღია ბიუჯეტის ინდექსი საქართველოს არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ყოველი მონაცემების საფუძველზე შეჯერებით საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში და არის ევროპის საუკეთესო ათეულში გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით. საქართველო აგრძელებს კეთილსინდისიერი მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებით ეკონომიკის განვითარებას და პოლიტიკის შემუშავებას და პოლიტიკის გატარებას. იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $18 მილიარდ გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.1%-ით მეტია. ექსპორტი გაიზარდა 7.7%-ით, ხოლო იმპორტი 9.7%-ით. 2025 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ $18.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. აქედან ექსპორტი გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით და $5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, რაც შეეხება იმპორტის მოცულობად, ამ შემთხვევაში 9.7%-იანის დაგვაქვს და აღნიშნული მაჩვენებელი 13 მილიარდ 400 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით $1000 აიღო. აღებული თანხა ამოღებულია, დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების და უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით $1000 ამერიკული აიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ქრთამის სახით აღებული თანხა ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება მოხელის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების საკვეთას ითვალისწინებს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 16 საათზე ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.